ნატაბუკია უფლებადამცველი. რეთო არსანიძე, სამოქალაქო აქტივისტი რაჭიდან. ანა სუბელიანი, უფლებადამცველი. მე მარიამ ნიკურაძე, ოსი მედიას დამფუძნებელი და ჟურნალისტი. წელს უფლებადამცველთა დღეს ხვდები რუსთაველზე. აქრას დაიწყო აქციები, თავიდანვე, პირველი დღიდან აქ ვარ. მთელი ქართული საზოგადოება და ჩვენი სახელმწიფოებრიობა დგას დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ და ვართ უდიდესი რისკის წინაშე. და აქ ვარ იმისთვის, რომ გავაგრძელო ის ბრძოლა, რომელიც დავიწყე მაშინ, როცა ეთნოსარგებლე გავხდი. აქ ვართ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ის უფლებები და კეთილდღეობები, რომელიც ჩვენ ევროპამ მოგვიტანა. ახლა ისე როგორც არასდროს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი წლის გამოცდილება მაქვს აქციებში მონაწილეობის, ბრძოლის, სხვადასხვა რაღაც უმცირესობების, სხვადასხვა ჯგუფების ინტერესების დაცვის, ახლა უპრეცედენტო ერთობას გრძნობ საზოგადოებაში და ძალას, სიმტკიცეს, მიზანმიმართულობას, რწმენას და გააზრებას იმისა, თუ რეალურად სად ვართ. ჯერმე შემოშალა ხელი, ორი კამერა დამიმტრეს, მისიერ დაზიანებების მივიდე, მაგრამ მაინც ვაგრძელებ მუშაობას, იმიტომ რომ მგონია, რომ ჟურნალისტებმა უნდა მოვახდინოთ დოკუმენტირება იმ უფლებად დარღვევების, რაც ხდება, რაც სამწუხაროდ ძალიან აღიზიანებთ პოლიციელებს და ცდილობენ რომ ხელი შეგვიშალონ მაქსიმალურად. მოლოდინი მაქვს, თუ კი ვერ შევცვლით ამ სიტუაციას, ვერ შევცვლით ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას და ვერ მივიღებთ იმას, რასაც ვითხოვთ, ეს სიტუაცია უფრო და უფრო დამძიმდება და უფრო დაბალ საფეხურებზე ჩამოვა ფიზიკურ პირებამდე, ადამიანებზე, რომლებიც შეიძლება სულაც არ აქტიურობდნენ, თუმცა მათი რაღაც ერთი გამოხატვით შეიძლება გამოიწვიონ ეგრეთ წოდებული პროვოცირება ამ რუსული რეჟიმის და რუსული რეჟიმის მიერ ადამიანების დაშიშის. ხელისუფლების მიერ ფაშიზმის დაკანონება თუნდაც ძალიან მცირე ჯგუფის წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ, უბრალოდ შეუძლებელია რომ აქ გაჩერდეთ. ყველანაირი გზებით ცდილობენ ხელი შეგვიშალონ გუშინ მაგათი ჩემს რამდენიმე კოლეგას ტელეფონიც კი წაართვეს და არ დაუბრუნეს, იმიტომ რომ ისინი იღებდნენ ამ ძალადობის კადრებს. მაგრამ აუცილებელია რომ გავაგრძელოთ ამ ყველაფრის დოკუმენტირება, იმიტომ რომ ახლა თუ არა მომავალში იმედია, როდესაც კარგი, უკეთესი სასამართლო სისტემა გვექნება სამართალი ნახონ ადამიანებმა. ევროპის დაკარგვასთან ერთად თემი, რომელიც ისედაც უჩინარია, არის საფრთხის წინაშე, რომ კიდევ უფრო უჩინარი გახდეს, გამოიკეტოს კვლავ საკუთარ სახლში და ვეღარავინ ვეღარ ხედავდეს მათ. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა იმ ყველა უფლებისათვის, რომელიც ჩვენ ეთნოსარგებლე და სხვა შედგენილ პირებმა დიდი ბრძოლის შედეგად მოვიპოვეთ.